კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტი ზილა აგრძელებს თქვენს მუშაობას და ახლა სამშაბათის ტრადიციული რუბრიკის დროს დადგა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და როგორც უკვე დაგიანონსეთ გადაცემის დასაწყისში ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბროთ და მნიშვნელოვანზე ამასთანავე, რადგანაც ზოგადად აქამდე რა შემთხვევაც ყოფილა იგივე ონლაინ თიკეტჯისთან, ბილეთებიჯისთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები ყიდულობდნენ ბილეთებს, შემდგომში ეს ღონისძიება ამა თუ იმ მიზეზების გამო უხდებოდათ, ხშირ შემთხვევაში თანხებსაც ვერ იღებდნენ და ძალიან სტრესული იყო ხოლმე ეს ადამიანებისთვის და მოკლედ აი ეს პრობლემა გადაიჭრა და დავალდებულა კონკურენციის სააგენტომ რომ თიკეტჯის და ბილეთებიჯის დაუბრუნოს უკან მომხმარებელს ის თანხა რაც მათ გადაიხადეს და სწორედ ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად ოლიკო კობახიძე შემოგვიერთდა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მასთან ერთად გავშლით აღნიშნულ თემას. ოლიკო, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი ზუსტად ამ გადაწყვეტილებაზე უფრო ვრცლად გავშალოთ, რას გულისხმობს დეტალურად ავუხსნათ მაყურებელს. ნუ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს უპირველეს ყოვლისა. დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისათვის და გადაცემაში მოწვევისათვის. თქვენ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებებიდან ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მე ვიტყოდი რეზონანსული თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვინაიდან მომხმარებელთა ჯგუფი საკმაოდ ფართო აუდიტორიას შეეხო. ჩვენი მსმენელებისათვის უფრო მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს მთლიანად სურათი, აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ეფუძნებოდა მომხმარებელთა განცხადება, მომხმარებლებმა დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი განცხადებებით მომართეს სააგენტოს უშუალოდ იმ ქართულ ბაზარზე არსებული ორი უმსხვილესი ბილეთების რეალიზატორი კომპანიების წინააღმდეგ, რომელიც თქვენ ახსენეთ TicketG და ბილეთებიჯი და მათი მოთხოვნა რას ეფუძნებოდა ერთ შემთხვევაში კონცერტი, რომლის ბილეთი შეიძინეს, გადაიდო და მომხმარებლისთვის არასასურველ დროს გადაიდო, შესაბამისად მომხმარებელი ითხოვდა ბილეთის თანხასთან ერთად ასევე პლატფორმის საკომისიოს დაბრუნებასაც და მეორე მოთხოვნაც იდენტური იყო, მეორე მოთხოვნის შემთხვევაში კონცერტი გაუქმდა და მომხმარებელი ითხოვდა სრული თანხის დაბრუნებას, რაზეც ორივე მომხმარებელს უარი ეთქვა, სააგენტომ სწორედ აღნიშნულზე იმსჯელა მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე და დარღვევა დაუდასტურდა ორივე მოვაჭრეს და მათ დაევალათ, რომ ბილეთის საფასური სრულად უნდა დაბრუნდეს, მათ შორის პლატფორმის საკომისიოს ჩათვლით და ჩვენი მსმენელებისათვის უფრო მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს მთლიანად სურათი თუ რატომ უნდა დაბრუნდეს, ხო? ეს საკომისიო მნიშვნელოვანია გაჟღერდეს ასევე მოვაჭრის არგუმენტაცია და მათი პოზიცია ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ვებგვერდმა თავისი მომსახურება უკვე გასწია, მომხმარებელმა ბილეთი შეიძინა, შესაბამისად გაწეული მომსახურების თანხას არ აბრუნებდნენ, სწორედ ამ პრიზმიდან გამომდინარე იმსჯელა სააგენტომ, რამდენად არის ეს ორი ქმედება ურთიერთდაკავშირებული და აქ მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი, რომელზედაც სააგენტომ დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება. პირველი და უმთავრესი ეს არის მიზანი, ხო? მომხმარებლის ეკონომიკური ქცევის მიზანი, იგი აღნიშნული პლატფორმებით სარგებლობს არა იმიტომ, რომ კონკრეტული პლატფორმის მომსახურება მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ შეიძინოს კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და უფლება, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას. მეორე, ამ პლატფორმების ძირითადი ფუნქცია წარმოადგენს იმას, რომ ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყონ, ანუ მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, რომ შეიძინოს კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი, შესაბამისად ეს წარმოადგენს იმ ძირითადი მიზნის მიღწევის საშუალებას და მესამე რა არის, ხო, ეს პლატფორმის მომსახურების საკომისიო რა ხარჯია, ეს არის გარდაუვალი ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი თავიდან ვერ აირიდებს, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვერ შეიძენს ბილეთს, ვერ დაესწრება ღონისძიებას. შესაბამისად, ამ სამივე ფაქტორის კუმულატიურად განხილვის დროს სააგენტომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ქმედებებს, რომელიც ემსახურება ერთ ძირითად მიზანს, რომ მომხმარებელი ღონისძიებას დაესწროს, შესაბამისად, როდესაც ეს ღონისძიება უქმდება, მათი ესე ცალ-ცალკე განხილვა განკერძოებულად იქნებოდა ბიზნეს-მომხმარებელ ურთიერთობაში დისბალანსის შემქმნელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტორს, რომ
მსგავსი მიდგომა ევროკავშირის მასშტაბით და ევროკავშირის ბაზარზე ნამდვილად არ ახალია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სწორედ აღნიშნულ სტანდარტს იყენებენ, რომ ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში ორგანიზატორის ინიციატივით ამ შემთხვევაში ბილეთის საფასურთან ერთად აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ვებგვერდის მომსახურების საკომისიოც. შესაბამისად, სააგენტომ ამ ფაქტების შეჯერების საფუძველზე იმსჯელა და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება და დადგინდა სტანდარტი, რომ თუ კი ორგანიზატორის ინიციატივით მოხდება ღონისძიების გაუქმება, გადადება, ამ შემთხვევაში ბილეთის საფასურთან ერთად უნდა დაბრუნდეს ვებგვერდის მომსახურების საკომისიოც. კი ბატონო, აი ოლიკო თქვენ შეეხეთ აქამდე არსებულ პრაქტიკასაც და მინდა რომ უფრო დეტალურად ეს ნაწილიც გავშალოთ. ბუნებრივია, როდესაც თქვენ დაიწყეთ მოკვლევა განცხადების შემოძვლის საფუძველზე, იქ ბევრი დეტალი იქნებოდა აქამდე რა პრაქტიკა იყო და აი საინტერესოა როგორ ხდებოდა უშუალოდ ამ პროცესში სანამ თქვენ ჩაერთვებოდით უშუალოდ აი მაგალითად ბილეთის ფასი რაც იყო გადახდილი იმ თანხას უბრუნებდნენ და მხოლოდ საკომისიოს არ უბრუნებდნენ თუ თუნდაც იგივე ბილეთში რა თანხაც იყო გადახდილი იმასაც არ უბრუნებდნენ. აი ეს ამბავი როგორ ლაგდებოდა საინტერესოა აი საკომისიოზე აბსოლუტურად გეთანხმებით ხა გააჩნია მით უმეტეს რა მოცულობის ბილეთს ყიდულობ. ხო თანხობრივად ხა მაღალი ღირებულებისას გარკვეულად წილად მაღალი საკომისიოც აქვს და რაც მომხმარებლისთვის შეიძლება დიდი ასე ვთქვათ დიდ თანხს წარმოადგენს და მისი მიღების სურვილიც ჰქონდეს. გეთანხმებით, რომ შევეხოთ აქამდე არსებულ პრაქტიკას, რეალურად ეს ორივე უმსხვილესი პლატფორმა ხელმძღვანელობდა იმ წესებითა და პირობებით, რომელზედაც რეალურად დღესდღეობით სააგენტომ დარღვევა დაადგინა კერძოდ. მათ წესებში და პირობებში გათვალისწინებული იყო, რომ ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში ბრუნდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბილეთის თანხა საკომისიოს გამოკლებით და მათი არგუმენტაცია ემყარებოდა სწორედ იმ ფაქტს, რომ მათ უკვე გასწიეს ვებგვერდის მომსახურების საკომისიო და შესაბამისად არ აბრუნებდნენ. თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რაოდენი მნიშვნელოვანია მომხმარებლის აქტიურობა ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა მომართა კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს. შესაბამისად, სააგენტო საქმის მოკვლევას იწყებს მომხმარებლის განცხადების საფუძველზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია თავად მომხმარებელმა დააიდენტიფიციროს ბაზარზე ეს დარღვევა და ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი ბაზარზე დარღვევის დაიდენტიფიცირების და მერე აღმოსაფხრელად შესაბამისად სტანდარტის დადგენის სწორედ მომხმარებლის აქტიურობა და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მომხმარებლის განცხადების საფუძველზე იწყებს სააგენტო და ამ შემთხვევაშიც მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. კი ბატონო, აი ორი მიმართულებით გავყოფ ასევე შეკითხვას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ აინტერესებს ჩვენს მაყურებელსაც. თქვენი განკარგულება გვაქვს ახლა სახეზე. აქ პირველ რიგში არის თუ არა დადგენილი გარკვეული ვადები, აი მაგალითად გაუქმდა კონცერტი და შესაბამისად იმ ბილეთის თანხა და იმ საკომისიოს თანხაც, რაც გადაიხადა მომხმარებელმა, უნდა დაუბრუნდეს მას უკან. აი ამ შემთხვევაში გარკვეული ვადები თუ არის უკვე რა ვადებში უნდა დაიკისროს ვალდებულება თავად ბიზნესმა რომ დაუბრუნოს ამათ თანხა, ეს ერთი ნაწილი და ასევე მეორე თუ მაგალითად აი ტიკეტი მან ბილეთები არ შეასრულეს ეს ვალდებულება, თუნდაც ამ ვადებში არ ჩაჯდნენ და ასე შემდეგ და არ დაუბრუნეს ეს თანხა, მაშინ თქვენი მაშინ რა ხდება რეალურად თქვენი ისევ ერთობით საქმეში თუ აქ სიტუაცია როგორ ვართ? კი მეც ორი მიმართულებით გავყოფ. ერთი რომ გადაწყვეტილება მიიღო ორივე პლატფორმის შემთხვევაში დარღვევა დაუდასტურდა მოვაჭრეს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი მოვაჭრე არ აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას, ხო? მათ განესაზღვრათ სააგენტოს მიერ ვადა, რა ვადაშიდაც გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ და გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს უნდა აღუდგინოს დარღვეული უფლება და ამავდროულად თავისი წესები და პირობები უნდა მოიყვანოს კანონთან შესაბამისობაში. ამისათვის განესაზღვრათ ერთი თვის ვადა. ამ ერთი თვის ვადაში თუ კი ისინი არ აღასრულებენ გადაწყვეტილებას, მერე უკვე ირთვება სანქცირების მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და თქვენ კარგად იცით და არაერთხელ გაჟღერებულა თქვენს ეთერში, რომ ეს საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესთან მიმართებით წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე ოდენობით, შესაბამისად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის.
თუ ამ ერთი თვისვადაში მოვაჭრე არ აღასრულებს თავის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში უკვე სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს სანქცირების მექანიზმი, დააჯარიმოს და ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რა თქმა უნდა კანონი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს იმის უფლებას, რომ გამოიყენოს სანქცირების მექანიზმი და შესაბამისი ჯარიმა დააკისროს მოვაჭრეს. ეს ერთი მიმართულებით, როდესაც მოვაჭრეს განისაზღვრება ვადა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი მიმართავს მოვაჭრეს, თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოვაჭრისგან იგი მიიღებს უარს. ამ შემთხვევაში მოვაჭრეს მომხმარებელს უკაცრავად უფლება აქვს მომართოს სააგენტოს. კანონი ასევე ითვალისწინებს ხანდაზმულობის 2 წლიან ვადას, რა ვადაშიდაც დარღვევის აღმოჩენიდან 2 წლის განმავლობაში მას შეუძლია სააგენტოს მომართოს და მოითხოვოს მისი როგორც მომხმარებლის უფლების აღდგენა. კი ბატონო, და აი პროცედურულად სააგენტო შემდგომში მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ალბათ მოკვლევას ჩაატარებს როგორც აქამდე გარკვეულს და ამის შესაბამისად ტიკეტის პირობითად დააკისრეს ვალდებულებას, რომ ისინი უნდა გადაუხადონ. თუ აი აქ როგორ იქნება, თუ მაგალითად აი პირობითად მომხმარებელი მოვიდა კონკურენციის სააგენტოში და თქვა, რომ იცით რა არის ერთი თვე გავიდა, მაგრამ ტიკეტი არ შემისრულა ვალდებულება. ამ შემთხვევაში უკვე სანქცირებაზე გადადის, აი ეს პროცედურა არის საინტერესო, თავად თქვენი ქმედების როგორია? ზოგადად საქმის წარმოების წესს და პროცედურას, რითაც სააგენტო ხელმძღვანელობს, დეტალურად ითვალისწინებს სწორედ ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა, რომელშიც გაწერილია დეტალურად განცხადების მიღებიდან საქმის დასრულებამდე, რა წესებით და პირობებით უნდა განიხილოს სააგენტომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, როგორ უნდა გამოიკულიოს კონკრეტული მტკიცებულებები და ასე შემდეგ, რას უნდა დააფუძნოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი მომართავს სააგენტოს აქვს 10 დღიანი ვადა, რა ვადაშიდაც მან უნდა გამოიკულიოს, რამდენად არსებობს გონივრული ეჭვი, ანუ გონივრული ეჭვის სტანდარტი უნდა არსებობდეს, კერძოდ ის, რომ მომხმარებელთა ჯგუფის უფლება ირღვევა მოვაჭრის ქმედებით. ამ გონივრული ეჭვის სტანდარტის დაძლევის შემდგომ 10 დღის ვადა, როგორც ვახსენე, სააგენტო გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა წარმოება კონკრეტული მოვაჭრის მიმართ და შემდეგ უკვე განსაზღვრულია 1-დან 3 თვემდე ვადა, რა ვადაშიდაც სააგენტო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, გამოიკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს და დააფუძნებს, რა თქმა უნდა, ამ ფაქტობრივ გარემოებებს, გამოკვლეულ გარემოებებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ოლიკო, ესე დეტალურად გაშლისთვის ამ ინფორმაციის და ერთ ძალიან კარგი რამე აღნიშნეთ თქვენ, რომ თუნდაც მომხმარებლის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, რომ არა მხოლოდ ამ მიმართულებით ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ზოგადადაც ხა სხვა მიმართულებით, როდესაც დარღვევა, კარგი იქნება, რომ იაქტიუროს თქვენ თავად ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო და მიმართოთ კონკურენციის სააგენტოს, როგორც ის მაგალითად ტიკეტის და ბილეთები ჯის შემთხვევაში მოხდა, რამას უკვე გარკვეული ეფექტის შედეგი უკვე გამოიღო გულისხმობ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა კვლავ არსებობს, აი Facebook ჯგუფებია ძალიან ბევრი, სადაც ძირითადი აქცენტი ხოლმე მათ შორის კეთდება ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებულ ფეიქ გვერდებთან დაკავშირებით, რომელიც პირობითად თანხებს ითვისებენ და ასე შემდეგ და არ ვიცი, ჯობს რომ ზოგადად თუ რაღაც შეპესიანი მეწარმეა და რეალურად აწარმოებს და ოპერირებს და დაარღვია მან უფლებები, აუცილებლად უნდა იაქტიუროს და მხოლოდ პოსტების წერით არ შემოიფარგლოს კონკურენციის სააგენტო, იმიტომ რომ სწორედ ეს პრობლემა ასე ვთქვათ მოგიგვაროს. ძალიან დიდი მადლობა. ოლიკო კობახიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს მომხმარების უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მოკლედ ამ რუბრიკას ტრადიციულად სამშაბათამდე ვემშვიდობებით.